მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ბათუმში ვართ. მოქალაქეები ისევ იკრიბებიან ბათუმში უკვე ტრადიციული შეკრების ადგილას საკონსტიტუციო სასამართლოსთან სადაც გამოხატავენ პროტესტს, ითხოვენ ხალხმა არჩევნების ჩატარებას დემოკრატიული სამართლის გარემოში და რაც თავარია უპირველესი და უმთავრესი მოთხოვნა ეს არის რეჟიმის ტყვეების პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ამ მოთხოვნით გრძელდება ეს პროტესტი, მოქალაქეები გამოხატავენ პროტესტს და ამბობენ რომ ისინი არ შეგუებიან ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას და ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების, სინდისის ტყვეების არსებობას. თქვენ ხედავთ კადრში ასევე იმ დროშებს, ევროკავშირის დროშებს, რომელიც ჩნდებოდა პოლ აქციაზე, ზურაბ ჭავჭანიძე, ბათუმელი მეტროშე. ის დღეს პატიმრობაშია, უკანონო პატიმრობაში და შიმშილობს. ის ერთ-ერთია პოლიტიკური პატიმრების შორის, რომელიც დააპატიმრა ოცნების რეჟიმმა იმის გამო, რომ ჩაახშენ პროტესტი ქვეყანაში. რა ხდება ქართულ ოცნებაში და სისტემაში, ეს კითხვები ჩნდება განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა აკავებენ იმ პირებს, რომლებიც იყვნენ თავად პასუხისმგებლები კორუფციაზე, ვისაც უნდა იმუშავა კორუფციის წინააღმდეგ, მათ შორის ყოფილი პრემიერი რეკი ღარიბაშვილი, მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუაშერ გუჯურაძე, რომელიც ახალ პარტნიორობაშია და დღეს უკვე გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი დააპატიმრეს, ისიც გთამის აღების ბრალდებით. რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე, ვინ არის დამნაშავე, მაშინ როცა ის პირები, ვინც იყვნენ პასუხისმგებელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, თავად არიან ხილებული თვითონ ოცნების რეჟიმის, ოცნების სისტემის მიერ კორუფციაში. რასაც გრიგოლ ლილუაშვილის შემთხვევა, რომელიც დღეს დააპატიმრეს, დღეს ამის შესახებ ვინდა ველაპარაკო ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამოსულ მოქალაქეებს. ძალიან გაფუნია სკავესაუბრები, რომელიც თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერია. სახელმწიფოების აზრზე ბოდიშევ გაწყვეტილებ საუბარს, მაგრამ პირდაპირ ეთერში ვარ. რას აჩვენებდა თქვენთვის გრიგოლ ლილუაშვილის დღევანდელი ამბავი დაკავება გთამის აღების ბრალდებით? პრინციპში ჩვენ არც არავის გაუკვირვებია, ხო, ის რაც როგორც დღევანდელი დღე განვითარდა. ამის მოლოდინიც არსებობდა, იმიტომ რომ ქართული ოცნება უკვე და ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ესენი არიან კორუმპირებული ხელისუფლება, კორუფცია ყველგან, უსაფრთხოებიდან დაწყებული მუნიციპალიტეტის ხელისუფლებით და დამთავრებული, აჭარის მთავრობის თავმჯდომარებით დამთავრებული და ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ ეს უბრალოდ არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის უბრალოდ შიდა დაპირისპირება, ხო? თუმცა ის რომ კორუფცია არის ცხადია, ფაქტია და კორუფციას არების თქვენი აზრით მიგონიშვილის დაჯგუფება კორუფციის მათთვის არ იყო კორუფცია პრობლემა, იმიტომ რომ კორუფცია რო ყოფილიყო აქამდე იბრძოლებდნენ ამისთვის. ეს არის უბრალოდ შიდა დაპირისპირება. თუმცა არ გამორიცხავს კორუფციასაც, ხო? რაღაცა შეუთანხმებლობა, ერთმანეთში რაღაც ვერ მოგვარება, ვერ განაწილება. ანუ კლანებს შორის დაპირისპირება, თავდამოწმების კლანებს შორის დაპირისპირება, ანუ რაც შეგვიძლია ვთქვათ, რა გამოცდილებად შეგვიძლია რა გამოცდილებიდანაც შეგვიძლია ვისაუბროთ, ეს არის კლანების დაპირისპირება, ეს არის ღარიბაშვილის და კობახიძის კლანის დაპირისპირება. ჩვენ არ თავარი ამბავი არის ვინ იქნება შემდეგი, ხო? აქ უნდა დავსვათ კითხვა, ანუ სავარაუდოდ იქნება ღარიბაშვილი, ან შეიძლება იყოს კალაძე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, ხო, ბაღების გაერთიანებაში ძალიან დიდი გარღვევებია. და ყველა სტრუქტურაში, ყველგან არის კორუფციული დანაშაულებები ჩადენილი, ხო? უსაფრთხოებიდან, თავდაცვა. ანუ ძალიან ცხადია, მგონი ყველასთვის რა მასშტაბის კორუფცია, ხო? მთელი ამდენი წლების განმავლობაში გაჭირებული ადამიანების ფულები ჭამეს, ცხოვრება მოიგეს, საკუთარ კეთილდღეობაზე იზრუნეს, კრიმინალი გაამძაფრეს და ამაზე დგას ქართული. რა გამოდის ვინ არის დამნაშავე, როცა ის პირები, ის მაღალი თავმჯდომარის პირები, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებლები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, თავად ისინი აღმოჩნდნენ მხილებული, რომ არიან ჩართული კორუფციაში. დამნაშავე არის ხელისუფლება, რომელმაც მისცა ამ სტრუქტურებს იმის საშუალება, რომ ქვეყანა მიიყვანათ ამ მდგომარეობაში, ფული ეჭამათ და საკუთარ კეთილდღეობაზე ყოფილიყო ქვეყანა და პოლიტიკა დაშენებული.
ხო? ადამიანების ფულით, როცა ქვეყანაში ჩვენ მილიონობით ადამიანი გვყავს, უმუშევარი მილიონობით ადამიანი გვყავს, სიდუხჭირეში მყოფი და უამრავი ადამიანი უსახკაროდ და რა ვიცი, ბავშვები შიმშილობენ, ქვეყნიდან გარბიან და ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ აღოჩინოსნები თურმე მილიონობით თანხებს მაგრამ კობახიძის ბანკი ასე თქვათ ამბობს, რომ ის ებრძვის კორუფციას და არავინ არ დარჩება დაუსჯელი, ვინც არის ჩართული კორუფციაში. ეს არ არის დამაჯერებელი თქვენთვის? არ არის დამაჯერებელი, ცხადია, იმიტომ რომ კორუფცია დღეს არ გაჩენილა, ხო? 2 დღის და 1 წლის ნაჭამი ფულები არ არის ეს, ხო? მთელი ამდენი წლების განმავლობაში ეს ასე ხდებოდა, ამას ამბობდა საერთაშორისო კვლევები, ამას ამბობდა შიდა აუდიტები, ამას ამბობდნენ მოქალაქეებიც, ამას ამბობდა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მტრებად და აგენტებად შერაცხა ამ ხელისუფლებამ. ამაზე საუბრობდით ჩვენ ყოველდღე. ამას რომ მტკიცებდით და საუბრობდით და პრინციპში რატომაც დგას ამდენი ადამიანი ქუჩაში არის ის, რომ აი ის რაც დღემდე მოიტანეს, ზუსტად ამას ეწინააღმდეგებოდით ჩვენ. არ გვინდოდა კრიმინალი, კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც შემოესწია საქართველოს. ეხლა ეს ყველაფერი ეს ამბები ასუსტებს ქართული ოცნების დაჯგუფებას, თქვენ როგორ ვთქვით, თუ პირიქით ის აძლიერებს თავის სახელმწიფო ვერტიკალს. ხო, ლოგიკურია. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მსგავსი ტიპის მმართველობაში შედის, ის თავისუფლად უნდა დასუსტდეს. ეს ბუნებრივია და მე არ შეიძლება პირიქით გაძლიერდეს, თუ მას დიქტატურის განზრახვა, რომ ამით აჩვენებს ის, რომ აი ნებისმიერი შეიძლება დავიჭიროთ, თქვენ ახლა ვინც ფულს ჭამ და ყველა პრინციპში გამოდის ამ ფულის კეთებაში, ხო? ნაციონალურ მოძრაობასაც ჰქონდა მსგავსი პრაქტიკა, რომ კორუფციასთან დაიწყო ბრძოლა და როგორც დაასრულა, კარგადაც ვნახეთ. ასევე დაასრულებს ქართული ოცნება, იმიტომ რომ ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის ძალაუფლებასთან ბრძოლა, ერთმანეთის რაღაც ფულის ვერ გადანაწილება და ძალაუფლების ვერ გადანაწილება, კლანური ბრძოლა, შიდა დაპირისპირება, რომელიც თავისთავად შიგნიდან გაწყდება ეს სისტემა და რეჟიმი და ამას ჩვენ მალე ვნახავთ საზოგადოება. მე ასე მჯერა, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, როდესაც აი აქამდე დაეცემა ხელისუფლება, ის ხელისუფლება დასრულებულია და ჩვენ ამას ძალიან მალე ვიხილავთ. მადლობა, ეს ასე გაბუნია იყო თავისუფლების მოედანი, თქვენ მოსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოდი მარიამ ქაჯაიეს მოვისმინოთ. მარია, ბოდიში გაწყვეტიათ, მაგრამ პირდაპირ ეთერში ვარ. თქვენი მოსაზრება საინტერესოა. ლილუაშვილის დღე უნდა დაპატიმრებაზე. რა გამოჩნდა თქვენთვის ამ დაპატიმრებით? ეს უკვე მე რამდენი შემთხვევა, როცა მაღალი თანხმობის პირს აკავებენ რაღაცა კორუფციაში გარევის გამო, ხო? ქთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ეხლა მოქალაქე გვიწერდა კომენტარის სახით, ჯერ აჭმევენ, შემდეგ იჭერენო. თქვენი აზრით რა სტანდარტია საქმე? იმ საქმეებს, რომელიც ხელს აძლევს იმას, რომ ხალხი ყლიფონ, სახელმწიფო რესურსები არა მართლზომიერად გახარჯონ, რა ვიცი, წვრილი ბიზნესი თუ ზოგჯერ მსხვილი ბიზნესიც, რა ვიცი, დაატერორონ, ფული წაართვან და როდესაც თავის მოწონება მოუნდება რეჟიმს, მთავრობას საიმისოდ, აი ჩვენ როგორ ყოჩაღად ვებრძვით კორუფციას, უცებ გაწირავენ ერთმანეთს. ანუ ეს სინამდვილეში ამაში ჩვენთვის არაფერი საზეიმო არ არის. მაგრამ სინამდვილეში რა ხდება? რატომ აწყობს იგივე თქვათ ეს სცენარი ქართული ოცნებას? ეს დამაჯერებელია ეს საზოგადოებისთვის, რომ აი კორუფციას ებრძვის თურმე ქართული ოცნების მთავრობა, ის ჯერათ ადამიანებს თქვენი აზრით? თუ რაღაც ერთი დაჯგუფა მეორე დაჯგუფას უსწორდება ფიზიკურად და რაღაც შიგა ამბებია. უნდა არ გამოვრიცხავთ, იქაც რა თქმა უნდა ძალაუფლებისთვის ბრძოლა, როდესაც არანაირ სამართლებრივ ჩარჩოს აღარ ცნობს და გამცდარია ყველაფერს, აღარც უფლებები არსებობს, აღარც სასამართლო არსებობს სამართლიანად განსაჯოს, ასე შემდეგ, არ ვიცი, ინფორმაცია, საჯარო ინფორმაცია დამალულია, ხელი არ მოწდება, ჟურნალისტებს საშუალება არ გეძლევათ, კარგად გაეცნოთ რა გადაწყვეტილებები როგორ მიიღება, ეს ყველაფერი ქმნის ასეთ ხელსაყრელ გარემოს, სადაც ერთმანეთს გაუიოლებენ კორუფციულ საქმიანობაში ჩართვას. ეს იციან, მაგრამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ეს მათ ხელს აძლევს, იმიტომ რომ როიცი რომ ვიღაცა არის კორუფციაში ჩართული, იმით შეგიძლია ადვილად იმანიპულიროთ, ციხით დააშინო, არ ვიცი, ინფორმაციის გამჟღავნებით დააშინო. ყველას აქვს რაღაცა სარგებელი ამ კორუფციული სისტემისგან. ამით ინარჩუნებს რეჟიმი თავს, ანუ შოულობს
იმ ფულს, რომელსაც კვლავ საკუთარი თავის შენებას და შენარჩუნებას მოახმარს და როდესაც დასჭირდება ფულის შოვნის საშუალებას აძლევს ფულის კეთების შეიძლება თქვა მოქალაქეებს ვინც არიან დაახლოებული ამ სისტემასთან სანაცვლოდ აი უსიტყვო მორჩილებისა სანაცვლოდ ყველაფერ ანტისახალხოზე ხელის მოწერისა მაგრამ ეს არის თქვენი მოდელი ხო რაც ინარჩუნებს ივანიშვილი ირგვლივ ამდენ ადამიანს ხო არ არის რაღაც 100 და 200 ადამიანი ხო აქ ძალიან ბევრი ადამიანია ლაპარაკი რომელიც ქმნის ამ სახელმწიფო ვერტიკალს რომელიც არ შემორგოებია ივანიშვილს კი და ყველა ინსტიტუტი არის ამაში გარეული და ახლა ალბათ ის მიზანიც აქვს რომ ხალხი დაარწმუნონ იმაში რომ აი ჩვენ იმათნაირი კი არ ვართ ის იმ პრემიერ-მინისტრის პრემიერობის პირობებში ხდებოდა თორემ მე ესე კი არა ის სუსის უფროსი რო იყო მისი აპარატი იყო ისეთი და მე ასეთი არ ვარ ანუ ასეთი გულუბრყვილოები იმედი მაქვს არ დარჩება ჩვენი მოსახლეობა და მიხვდება რომ ეს ყველაფერი არის ეს ფანდი ერთგვარი ეს არის თუნდაც სასჯელის გათამაშება ჩვენ კი ვიცით რომ სამართლიანია და ისიც ვიცით რომ დღეს ვინც ლიულაშვილს იჭერს სამართლიანად ასევე თვითონაც დასაჭერი არის ანუ ასევე სად იყო მაშინ ეს სახელმწიფო გუნდი არისო ანუ რატომ ვერ უზრუნველყვეს რომ აი ცენტრიდან არ მართულიყო მთელი სუსი და არ ყოფილიყო გარიგებებში ანუ უწყება რომელიც კორუფციას უნდა ებრძოდეს და ხედავდეს დახურულ კარს მიღმა რა გარიგებები იდება ხალხის საწინააღმდეგოდ ის თვითონ ჩადიოდა ამას შეუძლებელი არის ამის შესახებ ინფორმაცია ყველას მართლ გუნდში და წრეში არ ქონდეს უბრალოდ როდესაც ხელს აძლევს მაშინ თვალს დახუჭავენ ამ პირიქით წაუხალისებენ რომ დასაბმელი ჩასაბმელი აღვირი მოიგდონ ხელში როცა მოუნდებათ ესე პოპულისტურად სადამსჯელო რაღაცა სპექტაკლს გაგვიმართავენ რომ აი ეს არაფერზე არ მეტყველებს ცოტა დამნაშავე ვიღაც დავსაჯეთ ხო აი კორუფცია არ შერჩება არავის და ნებისმიერი შეიძლება დავსაჯოთ ანუ ერთმანეთს ესე გაწირავენ ეს ამ სისტემის არაჰუმანურობის ასევე გამოვლინებაა და ვიცით რომ თუ ერთმანეთს არ ინდობენ ანუ ისინი ვინც თანაგუნდელები არიან ერთად ქმნიდნენ რაღაცას ჩვენთვის უსამართლობას და მათთვის სამართლიანობას ხო მათი სიტყვებით ასევე უნდა ვაფიქრებინოს რომ ვის გადაინდობენ ანუ ვისთვის შეიძლება იყოს ეს ხელისუფლება ვის მიმართ შეიძლება იყოს ჰუმანური ადამიანური უფლება დამცველი ხო არავისთვის და ანუ უნდა მივიღოთ მორიგ ილუსტრაციად თვალსაჩინოებად იმისა თუ როგორი ტიპის ბოროტებასთან გვაქვს საქმე ასე მინდა გითხოთ სულხან თამაზაშვილის შესახებ თუ ნახეთ მისი პასუხი როგორ უპასუხა მან ჟურნალისტებს როცა ისინი მივიდნენ უსახლკაროებისთან დაკავშირებული პრობლემით რომლებიც იყვნენ კი ნაძვისხის ანთების ცერემონიალზე აქედან რამდენიმე მეტრის დაშორებით ხო ახლა სიმსლოც კონცერტი ტარდება აქ იყო სულხან თამაზაშვილი და მან არ მიიღო ფესტის განმავლობაში ეს ჩემი ადგილარია და შემდეგ მისი თანხლები პირები ამ ბანერებს სადაც ეწერათ დედებს რომ ისინი არიან უსახლკაროები მარტო ხელა დედები ახევდნენ ანუ აი ეს ამ პატარა მონაკოჩიც კი ასევე შეიძლება დავინახოთ როგორ არაპირებს ის რეალურად ზრუნვას საკმარისზე მეტი დრო გავიდა იმისთვის თუ ნება ჰქონდა და თუ მართლა გული შესწიოდა ამ ადამიანთან საჭიროებები რაღაც ბაზისურ დონეზე დაეკმაყოფილებინა მაგრამ შესახვედრადაც კი გასასაუბრებლადაც კი არ ნახულობს დროს და არ უთმობს დროს დედებს მაშინ როდესაც არ ვიცი მთელი ამალით არ იყო მიბრძანებული ნაძვისხის ანთების ზეიმზე ეს მისი განცხადებები რა გენიშნა თქვენ მის განცხადებებში გვე ფორმაში რა ფორმიდაც მან ილაპარაკა იყო თუ არა რა მნიშვნელოვანი თქვენთვის საამ ფორმაში როგორ გასცავენ პასუხი ჟურნალისტებს ვის
ესე გასცა, რასაც ველოდი, ესენი არიან პოპულისტები და ეს გაწოთნილები არიან საგანგებოდ იმაში, რომ ილაპარაკონ ისეთი სიცრუე, რომელსაც არ ვიცი, იოტისოდენა არაფერი სიმართლესთან არ აქვს, ან მათ ჩანაფიქრთან და აი ასა უცებ რაღაცა სპექტაკლი იმას აქნან, არ ვიცი, გაითამაშთან როგორი ნებით და თავდაჯერებით და შემდგომ ასე ჩაიარონ და მიატოვონ გასაჭირში ყოფი ადამიანები. რას ველით, ანუ ყოფილი პოლიციის თანამშრომლისგან, რომელსაც პოლიციის უფროსი თბილისში, რომელიც ასანქცირებულია ასევე ადამიანის უფლებების აი ამას რომ მოგივლენენ თავმჯდომარედ ავტონომიური რესპუბლიკის, რას შეიძლება ველოდოთ უკეთეს. რა თქმა უნდა, არაფერს ეს არის, არ ვიცი, ოლიგარქის ნებით აჭარის მთავრობაზე ბოდიში ამ სიტყვისთვის დანიშნული თავს ხელმძღვანელი, რომელსაც არ ესმის, შეუძლებელია ესმოდეს რა აწუხებს მოსახლეობას, განსაკუთრებით მის მარგინალიზებულ ნაწილს, რომელიც ყველაზე მეტად არის ამ სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიერ დაზარალებული და არც არასოდეს არ მოусმენს. ეს იყო ძალიან თვალსაჩინო. მაგრამ ვიცით რა, როგორც რა ვიცი, რიჟვაძეს, ასევე ყოფილ თავმჯდომარეს, ყოფილ მერებს რა გზაც გაუვლიათ, იმავე გზას გაივლის და ამ რეჟიმის პირობებში არ დამთავრდება ყოფილ ჩინოვნიკების ვითომ ამ მთელი დანაშაულების იმათზე შეტოვება რა ხელის შეწმენდა, რომ აი იმის ბრალია თორე ჩვენ რეჟიმი ძალიან წმინდა ვართ. ეს ყველა მცდელობა გადაბრალების მხოლოდ ერთ ადამიანზე შეტოვების, რა თქმა უნდა, თამაზაშვილი არის ყოვლად არადემოკრატიული ხელმძღვანელი მთავრობის, ასევე უცოდინარიც, მაგრამ ინდივიდი არ არის შემოქმედი, ინდივიდი მონაწილეა და ყველა ამაში თანა მონაწილეობს. მადლობა. ეს მარიამ ქაჯაია იყო, აქტივისტი, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში, ვინც ახლა შემოვართ და ჩვენს პირდაპირ ეთერს მე გეტყვით, რომ ჩვენ ვართ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც მოქალაქეები ისევ დგანან ქუჩაში და ითხოვენ პირველ რიგში პოლიტიკური პარტნიორების გათავისუფლებას და ხელახლა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. მე დღეს ვესაუბრებ მოქალაქეებს ბოლო პოლიტიკურ მოვლენებზე, მათ შორის ლილუაშვილის დაკავებაზე, რა გამოჩნდა ლილუაშვილის, ანუ სუსის ყოფილი უფროსის დაკავებით. ბოდიში გაწყვეტინებთ, ჯემალ, ლილუაშვილის დაკავებით და დაბადებებით რა გამოჩნდა თქვენთვის? სუსის ყოფილი უფროსის. ბოდიში და მოსხადოთ, მე გავაუქმე სოციალური ქსელები და ინფორმაცია არ მაქვს. სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლი ლილუაშვილი დააკავეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით. იმედი მაქვს, რომ ერთხელ ყობახიძესაც დაიჭერენ ეს. ანუ შეიძლება ასე მოხდეს ამას ვშვებ. რა თქმა უნდა მოხდება. ბიზნესო და ჭირდება. მაგრამ ყობახიძე ჯერჯერობით ამბობს, მისი ბანაკი ასე თქვა ამბობს იმას, რომ აი ჩვენ ვებრძვით კორუფციას და არავინ არ არის ხელშეუხებელი. ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს განსაშლის სკამზე, თუ კი აღმოჩნდება კორუფციაში ჩართული. ფალს კი არა, ყველაფერს ხუჭავენ. რატომ ფიქრობთ, რომ არ ებრძვიან? არ ხედავენ. რატომ ფიქრობთ, რომ არ ებრძვიან რეალურად კორუფციას? რეალურად არ ებრძვიან, ჭირდებათ და იმიტომ ებრძვიან, თორე რო არ აწყობდეთ, არ გააკეთებენ. ან რა ჭირდება? ორბანაკად არიან კი ვიცი გაყოფილი, რომ აი მარიბაშვილი და მისი ბანაკია ცალკე, იმიტომ რომ ეს მისი ხალხი იყო ლილუაშვილი და ეს შემდეგ. ან რამდენიმე კლანი ებრძვის ერთმანეთს რეალურად და სინამდვილეში კორუფციას არ ებრძვიან. ეს ერთი არის ახლა ხელისუფლებაში, მეორე ყოფილი. და ამიტომ იჭერენ რა. ეთქობა საკმარისი მილიონები ვერ მიიტანა და ახლა ისეთანი აკიდენეთი, რომ გამოუშვან მე ბოდიში მოახდინებენ და გამოვა 2 მილიონს გადაიხდის და გამოვა. როგორც ღარიბაში. ოღონდ სინამდვილეში მე მიცემს ახლა ჩაუჯიბავს კულუარებში, სხვანაირად იქნება რა თქმა უნდა. მადლობა. ეგ არ არის კორუფციასთან ბრძოლა, არის ფასადი და ფარსი. თითქოს და რაღაცას აკეთებენ და აი ქვეყანაში სამართალი ზეიმობს და სუფერს. მადლობა. სადა რომელი დაიჭირეს, როცა ანუ სახე ჩაუვლეწეს, თვალი და გამოუთხარეს, დააბრმავეს, მოწამლეს, დაასახიჩრეს, გაუპატიურებით დაემუქრნენ, გადათელეს, ფეხებით შედგნენ თავზე,
რომელია დაშინი და დაბადინე სასამართალი ვიღაცა ყოფილი მაღალი ჩინოსანი რომ ვიცოდით რომ ისედაც მილიონებს იპარავდა რომ თვითონ ხა დაიჭირეს და პასუხს თხოვენ თან ვიცით როგორია მიდგომა ყოველგვარ ღარიბაშის ბრალი წარმოდგენას მაგრამ გირაუთი გამოვიდა ასევე მიდგომა ისეთია რომ აი ახლა კურსზე მოიტანა გამოგიშება არაფერი უბრალოდ იმაში იქნები 1-2 წელი იქნები სახლში რა პასპორტი ჩამორთმეული იქნება ეგ რა პრობლემაა ახლა ბუნებაში იქნები ისედაც კაცო სასახლეში იცხოვრებ და ის ქონებები დაგრჩება თავარია რაღაც ის კოტა მიიტანო რაცაც ითხოვს ახლა იძინა იმიტომ რომ მე გასაგზავნია იქ რუსეთში ფული ჭირდებათ ახლა რომ უფრო მეტი უკრაინელი ჩახოცონ ანუ ეს აუცილებლად უნდა ჩახოცონა ბა ახლა ისე რუსების სხვა არ შეუძლიათ ანუ სხვა თუ არ ხოცეს და ანადგურეს ისე როგორ შეინარჩუნებენ თავიანთი იმპერიას და მადლობა ეს ჩემონკახიძე იყო მოქალაქე თქვენ ხო შეგვეთქვით თქვენს მოსაზრებას ლილუაშვილის დაპატიმრებამ რა აჩვენა თქვენთვის ამას მიეცი სიტყვის თავისუფლება საკმაოდ პრობლემაა მაგრამ შეიძლება კომენტარიდან თავში იმიტომ რომ უსიტყვოდაც ბევრი რამე არის ნარქომი აი ეს რას ამბობს ეს ამბავი ლილუაშვილის დაკავ ვებძვით კორუფციას ამას გეუბნება ოცნების მთავრობა არ ებძვიან კორუფციას თქვენი აზრით კარგი მადლობა ასეთია მოქალაქეების რეაქცია ქართული ოცნების მხრიდან კორუფციასთან ბრძოლის შესახებ რასაც ლაპარაკობს ეს ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციური და არლეგიტიმური მთავრობა მოდი მერაბ ჯიხაძის გავესაუბრები ასე მერაბ საღამოშიდობისა მინდა გითხოთ დღევანდელ ამბავზე ლილუაშვილი დააკავეს უსის ყოფილი უფროსი კიდევ ერთი მაღალი ჩინოსანი ძალიან მაღალი თანხმობის მქონე პირი ეს ამბავი რაზე მეტყველებს რას აჩვენებს თქვენთვის რა ხდება ოცნებაში ეს ამბავი მიუთითებს ერთ მარტივ ამბავზე რომ ელიტარული კორუფციაში იხჩობა ქვეყანა წლების წინ ოპოზიციური მედია საშუალებები გვეუბნებოდნენ ამის შესახებ რომ ლილუაშვილს ჰქონდა კოლ-ცენტრები და ეს ერთ-ერთი პოსტი შევსა რომ 2 წლის წინ ლილუაშვილს მოუგია სასამართლო TV ფორმულაში განუსილი სწავლების მუხლით ანუ ლილუაშვილი უჩიოდა TV ფორმულას და თავარ აქვს TV ფორმულა და თავარი სასამართლო მოუგია სასამართლო მოუგია და აღმოჩნდა რომ კორუმპირებული ყოფილა რეალურად იყო კოლ-ცენტრების ფარველი და ასე შემდეგ რავი არაფერი ისეთი არ ხდება უბრალოდ ვინ არის ისე დამნაშავე რა გამოდის როცა ისპირებ ვინც უნდა ებრძოდეს სინამდვილეში კორუფციას მათ შორის სუსის უფროსი ხო იქვე თავდაცვის მინისტრი პატიმრობაშია პრემიერი ასევე ღარიბაშვილი ბაზისის ბრალდებულია ან ისპირებ ვინც უნდა ებრძოდეს სისტემაში კორუფციას თავად აღმოჩნდნენ კორუფციაში ბრალდებულები ხო გასაგრებ დიდი ოდენობით ქთამის აღებას ედებიან გრიგოლ ლილუაშვილს რა გამოდის ვინ არის დამნაშავე ამაშავე არის სისტემა არის რომელიც კი არა ჭაობში აღჭობს ქვეყანას ამას იმიტომ არ უნდათ ეს დასავლური გზა ის რეფორმები ის 9-პუნქტიანი შეთანხმებაში მეორე არაფერი იყო და თქვა ორი თავარი მოთხოვნა იყო დამოუკიდებელი სასამართლო და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სისტემის შექმნა და როგორც აღმოჩნდა ქვეყანა ჭაობში იხჭობა და ესენი მეუბნებოდნენ რომ ისო არ ჭირდება რა ჩვენ ესეც კარგად ვაუწყო ჩვენი გუნდისა რომელიც ხელს არ მოგინავს და მე უცებ ერთ წელს აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი გასკდა და ყველა კორუმპირებული აღმოჩნდა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ყველას ეს ყველა კორუმპირებული როგორ აღმოჩნდა რას დამგაქვს საქმე ანუ ყველა საშოვნინეს ფული ესე გამოდის მეტრაკლები ოდენობით ანუ ყველა ჩართეს რომ მე მარტივად იყოს მათი დამორჩილება და მათი იგივე დაჭერა თუ არა უფრო გეგმა იყო ეს რომ ანუ მთელი სახელმწიფო აპარატი არის კორუმპირებული აბსოლუტურად ყველა თანამდებობის პირი არის კორუმპირებული ამის შესახებ მათ იცოდნენ უბრალოდ ჩემი აზრით კონდათ რაღაცა ზღურები აი ამდენი მოვიპაროთ და დანარჩენი რაღაცა და მე ვფიქრობ რომ გარდა იმისა რაც ოფიციალურად მათ შეეძლოთ ერთმანეთში შეთანხმება ქონდათ რომ მოიპაროდნენ გარდა ამისა კიდევ რაღაცა დამატებითი მოიპარეს ომის საქმის კურსშიც ჩააყენეს სხვები უფროსები და ეხლა მიდის ეს შიდა გარჩევები და ეს შავი ბაქტერიის ამბები რომელიც მათ გულში ქონდათ მაგრამ ამით რა იცვლება თავად ქვეყანაში მოქალაქეებისთვის თავად მართველი პარტიისთვის ანუ ვისაც მიტაცებული აქვს თქვა იგივე ქართულ ოცნებას ძალაუფლება არ ვიცი მე ჩემთვის კონკრეტულად არაფერი არ შეცვლა იმიტომ რომ არაფერი არ არის დამაჯერებელი არის მოქალაქეებისთვის თქვენი აზრით ის რომ აი ჩვენ ვებრძვით კორუფციას როცა ამას ამბობს ქართული ოცნების მთავრობა და კობახეთის ბანაკი ამის იმის ჯერა რომ აი რეალურ კორუფციას იბრძვის ჩემს არავის არ ჯერა არის რაღაცა ალბათ ძალიან მცირე
პროცენტული რაოდენობით ჩვენი მოსახლეობისა, რომელსაც გონია რომ მართლა კორუფციას ეხება სახელმწიფო, მაგრამ რეალურად ყველა ხედავთ რომ აბა რას იგებს ამით უცნება, რატომ დააკავოთ მეგრულ მაღალჩინოს? ძინა რეჟიმი ახლა გადასულია ტოტალიტარიზმში, მას უნდა ყველა ოდნავ ავტორიტეტის ხორი ადამიანის განულება, ანუ ძინა თulis რომ თვითონ არის მეთქე და დანარჩენები ყველანი არავინ. მანამდე ვიღაცები ოდნავ მეტი იყვნენ, ოდნავ ნაკლები, ახლა ყველა უსულთრა რომ თქვენ საერთოდ არცეთი არავინ არ წარმოადგენს, ვარ მხოლოდ ერთი მე და თვითონ მესით მოქცევის პროპაგანდისტების არის ასეთი რომ აი ამ კაცის ხალხს არავის არ ვარ, ქვეყნის ხალხს და ქვეყნის არცოს კი არა, აი ამ კაცის ხალხს არავის არ ვაპარაკო. ანუ ხედავთ მალე დარწმუნებული ვარ. ალაგესაც დაიჭერდა და იგივე მესით მოშიგავდა. და სინამდვილეში ამ ყველაფერს როცა ისინი აკავებენ ძალიან მაღალი თანამდებობის მქონე ადამიანებს, იგივე სუსის უფროსი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ყოფილი პრემიერი, ეს ყველაფერი ასუსტებს ქართულ ოცნებას და პირიქით აძლიერებს როგორც იმ ძალას, ვისაც უნდა ქვეყანაში ავტორიტარიზმის კონსოლიდირება და გამტკიცება. ეს დროგუჩვენებს და მოვლენები გააჩნია ხალხს რეაქცია ექნება და ას მოქმედებ და როგორ დაუპირისპირდებით ამ ყველაფერს ვიღაცები ამ ყველაფერზე თვალს დახვიწავენ, შეიქმნებენ, ითქვია რომ ამ ქვეყანას მაინც არაფერი არ შეიძლება, მაგრამ თუ ჩვენთან დავდებით, ჩვენ საქმეს აუცილებლად შედეგამდე ქვეყანა ამ ჭაობიდან ამოვათრიოთ, კონდეს დამოუკიდებელი სასამართლო და იმ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში გავასამართლოთ ვერი ლუაშვილიც, მელაურიც, კალაძეც და რამდენად ვწვდება ახლა ამ პირობებში ამ ამოცანის მიღწევა, რომ ჩვენ მივახციოთ დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებს ქვეყანაში? არ ვიცი, რა შეუსრულებელია მათი გზები და მათი მიზნები და მაინც ხალხის იმედი მაქვს, რომ იმდენად რომ ეს ეროვნული გამოთაყვანება ერთის დასრულდება და ხალხი გულს მოვა და უცებ ყველაფერი ეთქებს და მივახცევთ იმ შედეგს, რაც მადლობა. ეს მერე ფიხაძე იყო, რომელსაც უსმენდით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. მოქალაქეები ისევ დგანან ქუჩაში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ისე უცვლელი მოთხოვნებით პირველ რიგში პოლიტიკური პარტნიორების გათავისუფლება და ხელახლა მარჯვენების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში, ასევე მოქალაქეები თხოვენ არალეგიტიმური მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას. ამოთხოვნებით მოქალაქეები იკრიბებიან არა მხოლოდ ბათუმში და თბილისში, ანუ დიდ ქალაქებში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში ისმის დღეს პროტესტის ხმა იმის მიუხედავად, რომ ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური მთავრობა სხვა მეთოდით, ახალ-ახალი კანონების მიღებით და გადაწყვეტილებებით თუ სასამართლოს გზით ცდილობს, რომ ჩაახშოს პროტესტი ქვეყანაში, მათ შორის ბოლო ასეთი გადაწყვეტილება შეეხებოდა ტროტუარზე პროტესტის ფაქტობრივად გაუქმებას. ასეთი გადაწყვეტილებაც კი მიიღო ოცნების პარლამენტმა, რომ ტროტუარზე საპროტესტო აქციის გამართვაც უნდა შეთანხმდეს, უნდა მოხდეს შსს გაფრთხილება ამგვარი საპროტესტო აქციის შემთხვევაში, რაც იურისტების განმარტებით ნიშნავს ფაქტობრივად ნებართვის მიღებას შსს-დან თუ რა დროს და რა ადგილას გაიმართოს საპროტესტო აქცია, რაც ნიშნავს პრაქტიკულად პროტესტის აკრძალვას ამ ქვეყანაში. თუმცა ამის მიუხედავად მოქალაქეები ისევ დგანან ქუჩაში და ამის ნათელ მაგალითს თქვენ ახლაც ხედავთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის. ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები.gi და ნეტგაზეთი.gi რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.